სამთო კომპანია Pharaon Perliti დაარსდა 2004 წელს. ფლობს ექსკლუზიურ უფლებას მოიპოვოს და აწარმოოს Perliti Pharaonis Perlitis საბადოები. Pharaon Perliti ერთადერთი წარმოებელია საქართველოში ფრაქციონალური პერლიtis, აფუებული პერლიtis, აგროპერლიtis, ფილტრა პერლიtis და სხვადასხვა პერლიtis ნაკეთობების. ჩვენ არსებულ კარიერიდან ნედლეული ჩამოგვაქვს საწარმო ბაზაში. მერე იმის შემდგომ ხდება პერლიtis ფრაქციონირება, აფუება და უკვე პერლიtis ნედლეულიდან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტების გამოშვება. კომპანია უშვებს ფრაქციონირებულ ნედლეულს ძირითადად ექსპორტზე. ჩვენი ექსპორტი მოიცავს 4 ქვეყანას, ეს არის ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი. ამ წლიდან ჩვენ გავთ ახალ ბაზარზე, ეს არის ევროპის ბაზარი, მიდის მოლაპარაკება პოლონეთთან და ბულგარეთთან. შიდა ბაზისთვის ჩვენ ვაწარმოებთ აგროპერლიტს, სოფლის მეურნეობაში, რომელიც გამოიყენება, ასევე ჩვენ უშვებთ ფილტროპერლიტს. ფილტრებს ყიდულობენ ჩვენი ღვინის მწარმოებლები, ასევე ზეთის მწარმოებლები. ასევე ჩვენ უშვებთ სალეს პერლიტს. სალეს პერლიტი გამოიყენება იატაკების, კედლების, სახურავების საიზოლაციოდ. ეს არის უნიკალური თვისებების მასალა. პერლიტი ბუნებრივი წარმოშობის ვულკანური მთის ქანია. პერლიტი არის ეკოლოგიური ცუფთა, სტერილური, არ ლპება, არ იშლება, არატოქსიკურია. პერლიტს ახასიათებს მაღალი სითბოს და ხმის საიზოლაციო თვისებები. აფუებული პერლიtis სტრუქტურა არის Pharaon მარცვლოვანი, ამიტომ ეს Pharaon მარცვლოვანი სტრუქტურა უქმნის ამას დაბალ თბოგამტარებლობის კოეფიციენტს და მაღალ აკუსტიკურ კოეფიციენტს ერთდროულად. კომპანია Pharaon Perliti უშვებს პერლიtis მსუბუქ თბოსაიზოლაციო ბლოკებს, სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა წონის. ამ ეტაპზე ჩვენ უშვებთ 5 ზომის თბოსაიზოლაციო მსუბუქ ბლოკს, სრულტანიანს და ღრუტანიანს. 2 ფორმა გვაქვს სრულტანიანი, 3 ფორმა გვაქვს ღრუტანიანი. მოხმარებას ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ თბოგამტარებლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლით და ხმის კარგი აკუსტიკური მაჩვენებლით, ნამდვილად ეკოლოგიურად ცუფთა დამზადებული ბლოკი. აფუებული სალესი პერლიტი იდეალური მასალა არის იატაკების, სახურავების და კედლის საიზოლაციოდ. ზაფხულში ინარჩუნებს სიგრილეს და ზამთარში ინარჩუნებს სითბოს. აფუებული პერლიტი იდეალურია მოჭემული იატაკის მოსამზადებლად, ასევე კედლების სალესად. შესაძლებელია იგი გამოიყენოს როგორც დანამატი არა მარტო შიდა პერიმეტრზე, ასევე გარე პერიმეტრზე, თუ იქნება დაცული შემდეგ კედელი გიდროფობული დანამატებით.